აი ჩვენ გპირდებით რომ მე ვლოგს გადავიღებ დიზთან ჩავფრინდები ერთ თვეში ღერთო იმედია. დიზი ხო ჩავფრინდები? კი, ჯერ. მეც ჯერა. მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ თეკლე და დღეს არის 26 თებერვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ერთი კვირით მივფრინავ ამსტერდამში. ცოტა არ მჯერა. პირველი ფრენა არის ჩემი, თან მივდივარ ამსტერდამში. 5 საათიანი ფრენა მაქვს. მარტო მივდივარ და ცოტა მეშინია, ცოტა ვნერვიულობ. თბილისის აეროპორტიდან მივდივარ და მინდა რომ ვლოგი გადავიღო და ყველაფერი გაჩვენოთ აბსოლუტურად ჩემი ემოციები, ჩემი ერთი კვირა, როგორ გავატარებ დროს, ვისთან ერთად და ასე შემდეგ. საღამოს მაქვს ფრენა, მაგრამ მანამდე მანამდე უნდა გავიდე უკვე სახლიდან. თან მეშინია, თან მარტო თორე ან მარტო რო არ ვიყო არ შემეშინდება, პროსტა სახეზე არ ვიცი რა მჭირს, რაც ბაკურიანიდან ჩამოვიდი. ძალიან ცუდი მდგომარეობაში მაქვს, მაგრამ ეგ არაფერი გამოვიყურები, არაფერი განსაკუთრებული და ყველაფერს გზა და გზა გაჩვენებთ. Всё, сейчас отголос панჯერასთან მოვხვდი. All hand luggage shall be left behind in order, which includes the brace for impact position before takeoff and landing. მარტო მევზივარ ჩემს ადგილას, კერდა ჩემს რიგში. კარგია მარტო ვარ. თაიმსის დამტენები გვაქვს აგერ წინ და ამიტომ ტელეფონს დავუტანი ცოტა ხანში. გარეთ არაფერი არ ხდება. გონია რომ მარშრუტკაშია. ძალიან ბედნიერი როგორც და ძალიან თავი მტკივა. ეხლა არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან თავი მტკივა. ანუ არც საფრენა იყო რაღაცა კატასტროფული მომენტი ვაფშე არა, ვერ მიგრძენი. თვითფრინავის საფრენაში ვარ. ეჩხლები წავტყოდა და მაგიტო. ლიზი არ მეხუტება, აი ძლივს გამომიშვეს. ანუ ყველაფერი მე მკითხეს მე მგონი. პროსტა რა მახილა. ქაურობა დავიკარგე. გამოვიდი. ხახნო ეს არის ლიზი და მე ჩამოვიდი საათში. ჩავჯექით ავტობუსში. ამსტერდამული ავტობუსები ხახო როგორ მიხარია ჩემოდანი გოა. ადგილია და ჩამოვიდი. ჩვენ ადრეს მაგრამ კიბით უნდა რა ვახსნა. შოკ. ეხა ოღონდ არ ადამიანს გავარ. ეგ არის. ოუ შოკ. ძალიან მეშინია თვითონ. რატო? თავის მგონია რაღაცა ნიკბაი მე.
ვაუ, გათვალიერებინებ ჩვენს ნომერს. აი გვაქვს სარკე, ძალიან საყვარელი. მოგხსენებ. ან ნახე. ამჯერა. აი ეს კადრი უეჭველი ჩასვი. ახლა მეზაკრა. აი ეს არის ჩვენი საწოლი. აქეთ. და აქ შევიდეთ ერთად, არ ვიცი. ხახნო ეხა დავწვევით და მე ხვალ დილით შემოგიერთდებით. მეგობრებო, გავიღვიძეთ ჩემი პირველი დილა ამსტერდამში. გავიღვიძეთ და ეხა უნდა გავიდეთ სასტუმროდან. გავიდეთ რა გავდივართ, იმიტომ რომ დავთვალიეროთ ყველაფერი. წავედით. დავუყურებთ ავტობუსს. ასე ვარ აეროპორტში ვართ, იმიტომ რომ მატარებლის წავიდეთ. ახლა მატარებლის ბილეთი ლიზი მაყიდინა. QR-ი გვაქვს. ეხა როიცოდეთ რამ ხელა აეროპორტია. ანუ ჩამოვედით აეროპორტის დაბლა და ძალიან მეტროს ვაიბი აქვს. აღონ დაქინდენი რაღაცა რო რაღაც. ჩვენი მატარებელი მოვა და ჩავჭდებით. მოვიდა ხო. Yeah, I'm good. ვართ მატარებელში. თან ეს ბიჭი მოდელობს საქართველოს ნახე. Fashion Week-ზე ვარ. ხეთ რა მომაზია. Yes, აი აქ ვარ. და ნახეთ просто რა მომაზია. მარა ძამაზე ადგილი. Დაკლა ხარჩუს გააკეთე. ჩემ უნივერსიტეტთან ჰაგაში და ინდაუ. და მაგას გაატარებ და მან. რაც კაფეში შოკოლადის და ნახეთ რა მომაზია. საყვარელი. შენს უნდა გაკეთო შოკოლადი. Once gone. Thank you. ხახნო ახუჩი მაკლდა ისინი და აქაც არიან. ამსტერდამშიც არიან. ეხა ჩვენ ვართ ყველის მუზეუმში. ყველის მუზეუმში ვართ. ეგრე ძალიან არ მიყვარს ეს ყველი, მაგრამ რა ლამაზია. დია, შენ უნდა ჩამოგიყვანო აქ. ყველი ხო ძალიან გიყვარს. თხის ყველი ფუფეს არა. I like this one more. This one, okay. How much is this? აუ კანისა. This წვანე პესოს. ლუდის ყველი. ლუდი არ მოყავს. ძალიან მილიონ ლიზი დავკარგი ხახო. ლიზი. ლიზი გიპო. ესე გადავდიოდით და ჩვენ წინ ესე გადაგვიკეტეს და ეს გემი უნდა გადავიდეს. მე ძალიან ნელია ეს გემი. და ამას ვუყურებთ. ამსტერდამში ვართ. ამოვედით. ეს საღამოს ვიაცა მე უკვე აღარ მივი ჩანწერით და ბევრი რაღაც.
სკოლაში ვართ და ეს ზედა ავარჩიე ვიყიდი საყვარელია так მოთვალიერებთ ახლა რაღაცებს აქაურმაკში შემოვედი ძალიან მაინტერესებს როგორი გემოებია აი აქაური მაკი როგორია და ახლა გავსინჯავ რაღაცა ჩილი ჩიკენ ბურგერს მოკლედ მაკს ჩემგან 10-დან 6 იმიტომ რომ საქართველოს მაკი ბევრი ჯობია სისუფთავით და ასილამაზი და ყველაფრით და ეხლა სადღაც ვართ რომელიღაც ქუჩაზე ამსტერდამის და სეირნო აქ ვიყავით 5 წუთს უნდა დაველოდოთ ფოტოს გადავიღეთ იქეთაც არის მეორე და ველოდებით ახლა ჩვენს კაფეში ვიყავით ტელეფონები დავტენეთ ანუ არ შეიმჩნიოთ რა ვსგავარ კაფეში ვიყავით ტელეფონები დავტენეთ ყავა დავლიეთ და გარეთ გაგვიწმინდა ამსტერდამში და ეხლა მივდივართ იტალიურ რესტორანში რომ ჭამოთ პიცები აი წვიმიანი ამსტერდამი არა მეთქი არ გაწმინდება მაგრამ მაინც გაგვიწმინდა სალამს ევასე აი ამ ესე იგი ახლა ვართ იტალიურ რესტორანში ნამდვილი იტალიურში აი აქ ვართ ეს ავიღეთ და ეს და ველოდებით ახლა იტალიურ პიცას ხნავ მოგვიდა ჩვენი პიცები რომელზეა და ახლა ლიზი ჩაგვიტარებს მასტერ-კლასს მარკეტში ვართ და მანია მარმანს გაია ევიზრემო ევიშანხო აი აქ მივდივართ ნახეთ ხახნო რა ამბავია აუ მეც მინდა ერთი ძალიან საყვარელი ბრელოკი ხახნო არ დავლიეთ ძლივს ლიზის აუ ესე და ლიზის ქალაქში ჩამოვედი და ეხა ავტობუს ველოდებით რა ქალაქი იყო ნაჭრების ქარხნის ქალაქი ნაჭრებს აწარმოებდნენ ტექსტილებს ეს ინფორმაცია დაიმახსოვრეთ აი მეხი გადამი ანუ ძალიან საყვარელი ადგილი არავის ყველაფერი ძალიან საყვარელია აი ასეთია ბას სტეიშენი აი ძალიან კარგი მასპინძელი ხარ მაგაში ძალიან კაი ხო მაგაში ორი აზრი არ არსებობს ლაპარაკო ქუთაინაზე ნახევარ გეტყვით რამდენი ქვეყანა აპლიკაცია მაქვს 17 ქვეყანა ვაუ შოკ პლუს 8%. ჯერ არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას გავსდით. მე ორ ქვეყანას ნახავ, ჩვენ ბელგიაში ვიდივართ, ხო ეგრეა? ახლა ლიზის საფრთხე ნახავ. მოვედით, აი ეს არის ლიზის ბინა, აი ეს. შემოვედით. აუ რა საყვარელი. ეს არის ლიზის უნივერსიტეტის ეკლესიის ეზო. და სადა ეკლესია? შენით არის ეს? აიზარი. აიზარი, ხო. ახლა ეს არის სტილბურგის ქუჩები. მე ძალიან მომწონს ამაზე. მე ყველაფერი მომწონს, მაგრამ მაინც. ეს არის ერთ-ერთი შენობა ლიზის უნივერსიტეტის. ესეც და ანუ ზარმაზარია და დიდი შენობები. აქ უმეტესად ველოსიპედებით დედი. ხახო შემოვედით მარკეტში და ანუ ნახეთ რა ლამაზია ირწყვება. ხო. აი მოვედით ხახნო ლიზის უნივერსიტეტთან. ნახეთ. და ეხა დავთვალიერებთ. ეს არის რუკა. აი ამდენი შენობა აქვს ნახეთ. აი ამდენი შენობა აქვს, ყველას თავისი სახელი აქვს. და ეს არის უნივერსიტეტის რუკა. ის რა ამბავია? აქედან ყოველ ფოტოს სამართალზე რო ხდება, მე არ მაქვს მარტო ფოტო. და ლიზია სწავლობს სამართალზე, ხო?
ეს არის საცხოვრებელი ოთახი აქვს გაკეთებული სახლის. რო სახლში ვითიქრსნო თავი ახალი ოთახია. ფსიქოლოგიის სტუდენტებმა მოიფიქრეს როგორც ვიცი. ეხლა უნივერსიტეტთან გვერდზე უცებ კარებში რაღაც კაფე იყო ყავის და შემოვედით რომ ლიზიმ დალიოს ყავა მეავშვა ვაგრძელებთ უნივერსიტეტის დათვალიერებას და ნახეთ ის არის მთლიანად უნივერსიტეტის ეზო მე იქით არის თურმე ტბა და რაღაცები და ლიზიმ აჩვენებს მაგას ეს არის ბიბლიოთეკა ხო? ზევით ამოვედით იქეთ იყო ეკონომიკის ფაკულტეტი დია წამოვისწავლს მაღლებს ხო გავს თან და ნიკო დია წავიდეთ ჩემი ფაკულტეტი აი იქეთ იყო ფსიქოლოგია და ბიზნესი ანუ ნახეთ ანუ აუდიტორიის ზომას უყურეთ. შემოვედით ერთ-ერთ შენობაში, რომელიც არის ხის და ხისუნი დგას ძალიან. ანუ ეს არის ხის კონცეფცია. და დანარჩენი აქ ნახე სუპერია. ჰა. სენდვიჩები, სალატის შენით აწყობას იძლია. ამხელა просто. ესე ტოსტები წამოხ. ანუ მხარეს კიდან კაფეტერიიდან და ხამედივართ უნივერსიტეტის ტბასთან და სად? ნახე რაღაც ფრინველია. ნახეთ. ანუ პირველად არის აქ რომ ზიან ლიზიმ 365 დღიდან 300 დღე წვიმსო და შინდელი ხო ერთადერთი კაი ამინდებიო ამით ნახეთ რამ ხელად ადგილია ჩვენ ავით აი ჩვენი ამსტერდამული ნადავლი იკეთებს საუზმეს აქ მე მაქვს ყავა და აქეთ როგორ გოზრდება აქეთ ტილბორგის ხედები აი ავტობუსის გაჩერებაზე ვართ და ესეთი გაჩერებები აქვს. ახლა ჩემი აზრით 4-ით და 3-ით მიდის და ახლა ვდობ. ჩვენ ვართ საგარეო და მეგობრებო ტილბურგის ცენტრში დავხალოთ. მოვედით მეგობრებო ტილბურგის ცენტრში. აქ არის კარნავალი, ხო? და ამიტომ ცენტრი გადაკეტილია და ეხა ფეხით გვიწევს მისვლა. მაგრამ ძალიან საყვარელია ლიზი რომ ლანძღავს. ნუ ეხა სხვა ქალაქებს არ ჯობია, მაგრამ კარნავალი არის აქ უაზრო. გალევის საბაბი უბრალოდ. ის რასაც ეყოლოს ამი და რაზეა. აი ასე. გაძლო. აი ასე დადიან ესენი. ახლა ანუ ესეთი ქუჩა არის, სადაც მაღაზიებია, რაღაცეები. ანუ ის თოინთის პონტია რა. და აქეთ არის უკვე კარნავალი, იქეთაც. აუ. აი. და რაღაც ამბებია მოკლედ, მე რაღაცები ვიყიდე სათქმები. ხო, ჩვენ ახლა მოვედით ფრის საჭმელად, აი აქ. ტილბურგში ვართ და ეს არის როგორც ლიზი მითხრა, ამათი
ტრადიციული საჭმელი რა. ანუ მარტო ეს აქვს და რაღაცა ნაგეცები, მეტი არაფერი რა. და ამას გავსინჯავ ეხა მეც. აქეთ კარნავალია, ისე ერთი ამბებია. ნახეთ, ხოთ როგორ დადიან. აი კიდე ერთი. აი ეგ არის კარტოფილი. აგერ დავჯექი და ველოდები ლიზის. დედა მომინანტრე და მამა. მადლობა დედას და მამას, უფრო მამას. აი ესეთი რაღაცა და ეს ჩიქენი რაღაცა, ხო? ფრიკადელი. ხო. გავსინჯოთ ახლა და გეტყვით. სოუსი არ მომწონს. რა? ხალხო ტრუფელის მაიონეზი ხო იცით, ამან რატო არ შედა? არიციან. ესია. ხო არის. Truffle mayo. ახლა ტელეფონი გამივარდება. იმიტომ რომ ცივა და მისრიალებს. მეგობრებო სახლში მოვედით. ეს გოგო აგერზის ლიზი გვიკეთებს რაღაცა საჭმელს, ესთეტიკურ რაღაცა ესთეტიკა საჭმელს გვიკეთებს ლიზი. აგერეს მე ასე ვზივარ ველოდები ლიზის და მე ვშმეთ. ეხლა 6:09 რა. ეხაც დავთვალიერეთ რაღაცები, კაი, ძალიან რაღაცები ვიყიდე. და ხალხმა ვაკეთებთ ხინკალს. რომ ის რომელიც დამყარდა, ეხლა ხინკლის წინდებიაცია. და უნდა გავუკეთოთ ჩვენ როგორც ქართველმა მეგრელმა გოგოებმა ხინკალი. ოდესმე გაიკეთებია? არა. მოხვება იცი? არა. მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ ისევ ნიდერლანდებში ვართ. გუშინ ვლოგი არ გადამიღია სხვათა შორის, მაგრამ დღეს ვაგრძელებ. კიდევ აქ ვარ. კაი ხანია უკვე. ეს არის ლიზი და ჩვენ დღეს მივდივართ. რომ დავთვალიერეთ რაღაცები. დღეს ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს. უნდა ვჭამოთ სუში და მოკლედ ყველაფერს გაჩვენებთ. ახლა მივდივართ სხვა ქალაქში, ვართ ტილბურგში, ლიზის ქალაქში და სხვა ქალაქში მივდივართ, რომ ეგ სხვა ქალაქებიც დავათვალიეროთ. ამსტერდამი ხო გაჩვენეთ. ხო და ახლა სხვა რაღაცებსაც ვნახავთ. და მე საღამოს რესტორანი გვაქვს დაჯავშნილი. ლიზიმ დაჯავშნა და იქაც წავალთ, იმასაც გაჩვენებს და მოკლედ დარჩით ჩემთან. და უყურეთ ვიდეოს. ახლა ოპა მოვედით ჰაგაში. აუ, ძალიან საყვარლა. გაჩერდი. Oh, I know. აი იმ ფინებში ცხოვრობდა ლიზი ჰაგაში, როცა სწავლობდა და აქ იყო 1 წელი. ნახეთ რა საყვარელი ქუჩებია. ახლა ვართ ჩაინათაუნში, ჰაგაში. აი ლიზი. და უნდა გავსინჯოთ მოჩი. ნამდვილი აზიური მოჩი. One day ამ მოჩის მიდულობ ნამდვილ აზიურ მოჩის და ნახეთ რა მხლა აზიური მაღაზია. მაჩვენება? რა პატარა? ჩაიდებ ჩათაში? კი, მაჩა. ეს არის მაჩასი. ჩემი სეზამის, შავი სეზამის. ესე რა, მე არ მიყვარს მაჩას გემოაქვს. ეს ჯობი არა? ამას მაჩას გემოაქვს. აჯობია. გაჩვენებთ. იმიტომ რომ მესამე გემოც არის და მაგასაც გავსინჯებთ. 10-დან 6-ით. ჩინურ რესტორანში.
მოვედით და ახლა შევართ შიგნით. და ცოტა ვღელავ. აი აქედან უნდა შევკვეთოთ. ეს მოგვიტანეს უკვე. იზიმ შევკვეთა ხახნო და ახლა დაველოდებით სუშის და გავსინჯავთ. ძალიან მაინტერესებს. ნუ მოძრაობ. Ja, ჩემი ჰოსტი. აკროვარ ამჯერა. მოგვიტანეს რაღაცა. ეს არის შემწვარი როლი. ეს არის ლოემპია, ანუ შიგნით აქ ბოსტნეულია. და ეს არის კრემები. ვაუ, მე შევჭამე TikTok-ზე ვიღებ ვიდეოს და. ჩამოვედით როტერდამში. ესეთი სკანერებია და იქიდან გამოდიხარ შენი ბილეთის QR-ს ასკანერებ და მერე ნახეთ რამხელა შენობებია ეს ტრამვაისა ეს ახლა ტრამვაი და ეს ბარათიმა ხაქაური რითიც ვატარებ. მიხდი 15 евро ჩავრიცხე ამაში და სიზამავა გაჩაქრემო. მიდი. მე გადაგიღებ. დაატრიალე ეს. 10 ჯერ მიდი. მიდი დაატრიალე. კიდე. უნდა გაჭირდეს. კიდე ატრიალე. რა ხდება? არ ქნა? იმდენი ვიარეთ დავიღალეთ. რაღაცები შოპინგე. აი რატო დააგდე? ტელეფონს 20%-ზე მაქვს მითიშება და ეხლა 8 საათს ველოდებით, იმიტომ რომ წყლის ნავებით უნდა გავისეირნოთ, და მე რესტორანი გვაქვს რეგიონში და იქ ტერასაზე ავდივართ რა. სამწუხაროდ აი თქვენ მეთიშება და არ ვიცი რას როგორ გადავიღებ, მაგრამ ძალიან კაი ყოფილანდელი დღეს. აგერ არის სლიზი, მაკიაჟი უნდა გაისწოროს. და ეს არის ჩვენი ხედი პანორამული. ეს რა არის? ძალიან სილამაზეა. დღეს ვიყავით ჰააგაში და ახლა ვართ როტერდამში. და მოკლედ ეს წამწლე მეგობრებო, ჩემი ტელეფონი გაიჭდა, მაგრამ ეხლა დაგარდა იქ ეს ტელეფონით ვარშავაში. ეს ისე გემითაც არა. ნავითაც მოვედით წყლით აქამდე და ეხლა დაგაჩვენებთ დაგროვებას და ველოდებით ჩვენს ვიდეოს. აი ესეთია, ზამაზია. აგერ არის ისე და ხა მოგვიტანენ მალე ჩვენ შეკვეთილ ღვინოებს და დავლებთ. ხახნო, უკვე მე რამდენი დღეა რაც აქ ვარ. ლიზი უკვე ერთი სული აქ როდის გამიშვებს. მაგრამ მე არსად არ მივდივარ. ჩვენ დღეს მივდივართ ბელგიაში. არა, მე არსად არ მივდივარ, ხოლმე არ მივდივარ. ჩვენ დღეს მივდივართ ბელგიაში. ხო ჩადამფერს. რა არ ვარ წავიდე? კაი, ხა აღიარე რეიბი გაგიკეთე. ხო და მოკლედ ახლა მივდივართ დღეს ბელგიაში და ჩემი მეორე ქვეყანა იქნება, რიგით მეორე ქვეყანა, რომელშიც ვიქნები ნამყოფი. ამიტომ მალება ლიზის. აი ამ კაზჩოკებით დღეს რამდენს გავუძლო არ ვიცი, მაგრამ მედია გავუძლებ. ჩემს რიგით მეორე ქვეყანაში დავდგით ფეხი და ეხლა მქონდა საგნის არჩევა 2 წუთის წინ და კინაღამ გავაფრინე.
იმიტომ რომ ვერ ვერჩებდი, მაგრამ მე ჩემო კურსელმა ამირჩია და მე ჩემო კურსელმა ამირჩია და ავარჩია ის რაც მინდოდა და ძალიან მიხარია. ხა ბედნიერი ვარ ბელგიაში. მეორე ქვეყანა. ვაუ. ჩვენ ვართ ბელგიაში. ანუ სოფალე რო ამოვიღო არა. აი ესეთი შენობებია. ესეთი ქუჩებია. მაკი ყველა ნაბიჯზეა. Fine tiger short. Ну ისეთი ლამაზი რაღაცებია, რომ просто მეტირება. აი ბლოკნოტები განსაკუთრებით. Hi guys. მიხდით ხო სადაც ვარ. მონახეთ სადაც. ძალიან მაღალ ადგილას სადაც პანორამულად იშლება ხედი. კიდე ორი სართული დაგვრჩა ქუჩაზე ვართ ხა. სადმე უნდა ვჭამოთ თორე გბშია. და უნდა ვჭამოთ აი აქ ვიყავით ხა. ეს არის მუზეუმი. ეს რაღაცია. ნუ ასეთ ადგილას მოვედით. იქ ვაპირებდით შესვლას, მაგრამ ეს გადავწყვეტეთ. და ველოდებით ჩვენს ბოულებს და გაჩვენებთ რა შევჭამთ. კიდე ვიყავით კაფეში. ზარიორბენის მსგავს მარკეტში და იქ ვჭამით რაღაცები, მაგრამ ვერ გადავიდა და მოვიწყდა ინტერნეტით დაიდით. და მოკლედ ხა კიდე შევჭამთ. მოიტანეს ჩემი ლიზის ჯერამსლა ესენიც ესეც მოვიდა დავჭამთ მეგობრებო დავბოდიალობთ რაღაცებს ვათვალიერებთ ახლა პრაიმარკში ვართ აგერ ვარ მე დავიღალე ეს ჩვენთან დებიგურად მოხმარა ამაზად ვიყავი დღეს დავიღალე შენთან ებდი ხო Близость стичит на том, что tu es мой большой способ своего команды. Ну как ходит? Мы сейчас смотрим. Ты каждый сейчас все лизает. Он даже командир. Это командир, что стичит, она стичит. Ага, стичит моя кожа. Эс. У кого на не мешает, мы только мы сдаем комментарий. Эс чувда. Ану нахет. Давай быстрее. Это ძალიან სупер ხდება რა მე. ძალიან ბევრი ხდება 23. ეს კი არა წინესეთი ვიყიდო და თეთრი რო პირდაპირ გაგყავდე. მეგობრებო დღეს ტოვებლიზის ჩვენ ვართ ტილბურგის მეტარების ქეჩერებაზე. ის ჩანთასოქზე მიყიდე გულზე ჩხლეთ საშუალო და სამშობლო გრძნობა. იმედია ჩავჯდები თვითნებშიდობით, ჩავფრინდები, აფშიდობით ფამილი. Თბილისიც გამოვახწევ. ავედით. აეროპორტში ვართ, ხალხმა მოვედით უკვე და მე ორჯერ ვარ უკვე ამ აეროპორტში, არა უფრო მეტჯერ. მაგრამ გასამგზავრებლად.